Darsatu avdarshi am იაპონურ ფერმაში ყოველდღე 30,000 თავს სალათის ფურცელს იღებენ. თანაც ისე, რომ ტრადიციულ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობასთან შედარებით მიწაც ნაკლები სჭირდება წყალიც და მუშახელიც. ავტომატიზირებული ვერტიკალური ფერმერული მეურნეობა იქნება თუ ნიადაგის გარეშე ცელოფანზე მოსავლის მოყვანა, რომელიც მოსავალს დაავადებისაგან იცავს, იაპონია არავის უთმობს პირველობას ახალ ტექნოლოგიებში. თუმცა ეს ტექნოლოგიები მხოლოდ იაპონელების გამოკვებაზე არ არის გათვლილი. გლობალური იაპონიის დღევანდელ გამოშვებაში გავიგებთ. თუ რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ამ ტექნოლოგიებს მთელ მსოფლიოზე, რათა დაეხმაროს სხვა ქვეყნებს უზრუნველყონ სურსათით მომარაგება თუნდაც ყველაზე რთულ პირობებში. კიოტოს პრეფექტურაში მდებარე კომპანია ტექნოფარმ კეიჰანა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული ვერტიკალური ფერმაა. მაღალ დონეზე ავტომატიზებულ ამ ფერმაში იყენებენ მანათობელი დიოდების განათებას, ხელოვნურად აკონტროლებენ მცენარის ზრდისთვის აუცილებელ კლიმატს, რობოტების სისტემის მეშვეობით რგავენ, იღებენ და აფასოებენ დღეში 30,000 თავს სალათის ფურცელს. ამ ყველაფრისთვის კი მხოლოდ 60 კაცია საჭირო. როდესაც 2018 წელს ეს ქარხანა ავამუშავეთ, იმ დროს მსოფლიოში ფაქტობრივად არსად იყო ავტომატიზებული სათბური ქარხანა. ცნებისა და შესწავლების გამოსწორების გზით 2018 წლიდან მოყოლებული ისეთი გამოცდილება დავაგროვეთ ამ დანადგართან დაკავშირებით, რომ სტაბილურ წარმოებას მივახციეთ, რაც ჩვენი ძლიერი მხარეა. ამ ქარხანას კონკურენტებისაგან სტაბილური საწარმოო პროცესი გამოარჩევს, რომლის წყალობითაც მთელი წლის განმავლობაში ერთნაირი მოსავალი მოდის. წარმოების ოპტიმიზაციისა და ხარჯის შემცირების მიზნით აქ დასაქმებულები აგროვებენ ინფორმაციას აერის ტემპერატურის, ჰაერის ნაკადის, გამოყოფილი ნახშიროჟანგისა და მოხმარებული წყლის მოცულობის შესახებ. ჩემი აზრით ამ ქარხანაში შემუშავებული ტექნოლოგია ჯერ კიდევ განვითარების საფეხურზე, ამიტომ იმედი მაქვს, რომ მომავალში ტექნოლოგიური ინოვაციებისა და წარმოების გაუმჯობესების შედეგად ხარჯი შემცირდება, რაც უფრო გაამარტივებს ამ ტექნოლოგიის განვითარებადი ქვეყნებისთვის შეთავაზებას. რადგანაც სათბურის ეს მოდელი მცირე რაოდენობით წყალსა და მიწის ფართობს მოითხოვს, ის შესაძლოა ცხელ და მშრალ რეგიონებში დაინერგოს, სადაც ნიადაგისა და წყლის დეფიციტია. მაგრამ რა ეშველება ისეთ რეგიონს, სადაც სოფლის მეურნეობისთვის უვარგისი ნიადაგია. კიდევ ერთი იაპონურ კომპანიაში Mebiolink-ში ისეთი მეთოდი შეიმუშავეს, რომ მარცვლეულის მოყვანა ნებისმიერ ადგილას შეიძლება. იქნება ეს შუაგული უდაბნო თუ შენობის სახურავი. აი ეს არის ჩვენი ცელოფანი, აიმეკის ცელოფანი. ეგრეთ წოდებული აიმეკის ცელოფანი ნიადაგს ანაცვლებს და ვირუსებსა და მიკრობებს ფილტრავს. ეს ცელოფანი ძალიან თხელია, მისი სისქე 1 ნანომეტრია, ამიტომ იგი არ იწოვს მიკრობებსა და ვირუსებს. მცენარე ამ ცელოფნის ზედაპირზე იზრდება, პირდაპირ ჰიდროგელიდან იწოვს წყალსა და საკვებ-ნივთიერებებს. ამ მეთოდს ტრადიციული მიწადმოქმედებისგან განსხვავებით გაცილებით ნაკლები წყალი სჭირდება. ჰიდროპონიკის მეთოდთან შედარებით კი 75%-ით ნაკლებ წყალს ითხოვს. თავიდანვე გადაწყვიტეს, რომ აიმეკის ცელოფანი მსოფლიო სასურსათო უსაფრთხოების პრობლემის გადაჭრის გზა ყოფილიყო. Mebiol's პატენტი 120 ქვეყანაში აქვს, მათ შორის ბოტსვანაშიც, რომელსაც უკვე შესთავაზეს ეს ტექნოლოგია, რათა წყლის დეფიციტის პრობლემა მოხსნას. Mebiol's მიერ ბოტსვანასა და ინდოეთში წამოწყებულ საპილოტო პროექტებში ძირითადად ქალები მონაწილეობდნენ, რაც ხაზს უსვამს, რომ აიმეკის ცელოფანს აქვს პოტენციალი ხელი შეუწყოს მეწარმე ქალებს. ჩვენს ცელოფნის ტექნოლოგიას მარცვლეულის ხარისხის გაუმჯობესება შეუძლია. ეს კი მცირე ფერმერებსაც აძლევს საშუალებას, რომ მაღალი ღირებულების ჯაჭვის მქონე მარცვლეული ძვირად გაყიდონ და იხეილონ. ქალები ხშირად წამყვან როლს ასრულებენ ამ მცირე ფერმერულ ოპერაციებში და ჩვენ გვჯერა, რომ ამ ტექნოლოგიას შეუძლია ქალის მდგომარეობა გაუმჯობესოს. ჰიოგოს პრეფექტურაში შიზუკა ფუჯიმოტომ პომიდორის მოყვანა აიმეკის ცელოფნის ტექნოლოგიით 4 წლის წინ დაიწყო. მაშინ შიზუკამ სოფლის მეურნეობას პირველად მოჰკიდა ხელი. ეს მეთოდი იმიტომ აირჩია, რომ ის მარტივია და მეტი ქალის დაქირავება შეეძლო. ფიქრობდი თუ რა როლის შესრულება შეეძლო ქალს სოფლის მეურნეობაში. მართლა ძალიან მინდა რომ შევქმნა ესეთი ადგილი, სადაც რაც შეიძლება მეტი ქალი იცნობს თავს ბედნიერად. ამ შვენიერ გარემოში და სადაც მარტივი იქნება მუშაობა. აქ მოყვანილ პომიდორს უფრო მაღალი კვებითი ღირებულება აქვს და უფრო ტკბილია ვიდრე ჩვეულებრივ ბოსტონში. ამიტომ შიზუკას შეუძლია უფრო ძვირად გაყიდოს პომიდორი და თავისი ფერმიდან მეტი მოგება ნახოს. პომიდორის ამ მეთოდით მოყვანა სავსებით ესადაგება იაპონურ სოფლის მეურნეობას, მაგრამ ის მისაღებია ისეთ ქვეყნებშიც კი, რომლებიც სოფლის მეურნეობისთვის უვარგისად ითვლება. მე ავხსენი უცხოელ სტუმრებს, რომ აიმეკის ცელოფანზე მოსავლის მოყვანა ყველგან შეიძლება. კომპანია Mebiolink ამ ტექნოლოგიას ამჟამად ისეთ ქვეყნებში ნერგავს, რომელშიც კრიზისის გამო სოფლის მეურნეობა დაზარალდა. მაგალითად, უკრაინაში. ექსპერიმენტების სიყვარულმა იაპონია სასურსათო ტექნოლოგიების საცდელ ნაკვეთად აქცია. სამყაროში, რომელიც კლიმატური შოკისა და სასურსათო უსაფრთხოების პრობლემის წინაშე დგას, ასეთი ინოვაციები ნამდვილი მისწრებაა.